შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნასა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლებს შორის მნიშვნელოვანი შეუსაბამობა იკვეთება. მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტია, ან მკვეთრი სიჭარბე. ასეთია საქართველოს შრომის ბაზრის კვლევის შედეგები, რომელიც დღეს გასაჯაროვდა. რა მიგნებები გამოიკვეთა კვლევის შედეგად, დღეს მარი მელიქიშვილი უსმენდა შრომის ბაზრის ანალიზს და თემის დეტალებით სწორედ ის გვერდება ახლა ბიზნეს პარტნიორის ეთერში. გამარჯობა მაია, მევესალმები ჩვენს მაყურებელს. შედეგები არის ძალიან შემაშფოთებელი, იმ თავითვე იკვეთება მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის. ასე დაიწყო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია. მისი თქმით, დღევანდელ რეალობას და შრომის ბაზრის მოთხოვნებს თუ შევხედავთ, უნივერსიტეტებში ყოველწლიურად 14400 სტუდენტი უნდა აბარებდეს, თუმცა როგორც ვიცით, ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, რაც იწვევს იმას, რომ შრომის ბაზარზე მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე, მაგალითისთვის ისეთ პროფესიებზე, როგორებიც არის საშუალო სკოლის მასწავლებლები, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები, ექთნები, ექიმები, მშენებლობის მენეჯერები, პროგრამისტები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, მშენებლობის ზედამხედველები, ელექტრიკოსები, მომარაგებისა და დისტრიბუციის მენეჯერები არის ძალიან დიდი მოთხოვნა ბაზარზე, თუმცა მიწოდება ნაკლები. რაც შეეხება პროფესიებს, სადაც მიწოდების სიჭარბე გამოიკვეთა, ერთ-ერთ ასეთ მიმართულებად სამართალი დასახელდა. პრემიერის ინფორმაციით, იურისტების შემთხვევაში დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2900-ზე მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამდენივე სტუდენტი იურისტის დიპლომს ვერასდროს გამოიყენებს საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, მთავრობა გეგმავს, რომ ეტაპობრივად დაუახლოვოს შრომის ბაზრის მოთხოვნები და ჩარიცხული სტუდენტების მაჩვენებელი ერთმანეთს. საწყის ეტაპზე 21300 სტუდენტზე გამოცხადდება მიღება, ანუ 50%-ით მეტზე, ვიდრე რეალურად შრომის ბაზრის მოთხოვნაა, თუმცა შემდგომ წლებში ეს კვოტები ეტაპობრივად შემცირდება. თუ ჩვენ კაცრად გავყვებით დღევანდელ რეალობას შრომის ბაზრის მოთხოვნებს, მაჩვენებელი არის 14400. თუმცა საბოლოო ჯამში, როდესაც კვოტები გადანაწილდა, ჩვენ გავთვალეთ ხუთწლიანი პერსპექტივა და ასევე მხედველობაში მივიღეთ დღეს არსებული გარემოებები, მაგალითად, სამართლის შემთხვევაში რო ავიღოთ, კიდევ ერთხელ 3600 აბარებს, მოთხოვნა არის დაახლოებით 700 იურისტზე. თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ არ შეიძლება ამას ანგარიში არ გაუწიოთ, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად ჩამოვიდეთ ამ 700-იან მაჩვენებელზე არა მკვეთრად, იმისათვის რომ არ გამოიწვიოთ მკვეთრი, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა აბიტურიენტებში არსებულ მოთხოვნასა და ჩარიცხვას შორის, ჩვენ გადაწყვეტეთ ეტაპობრივად გადასვლა ოპტიმალურ მაჩვენებლებზე. შესაბამისად 3600-დან ჩამოვდივართ არა მკვეთრად 700-ზე, არამედ ჩამოვდივართ 1500-ზე და შემდეგ ეტაპობრივად იქნება უზრუნველყოფილი უკვე შესაბამისი მონაცემების დაბალანსება. გვაქვს კონკრეტული მიმართულებები, სადაც საკმაოდ დეფიციტური მდგომარეობა გვაქვს, სადაც ახალგაზრდების ინტერესი დაბალია, მაშინ როდესაც ბაზარზე ამ მიმართულებებზე არის ძალიან მაღალი მოთხოვნილება, განსაკუთრებით ეს ტექნიკურ მიმართულებებს ეხება. ვიცით, რომ სამშენებლო ბიზნესი საკმაოდ განვითარებულია, სადაც რეალურად გამოჩნდა, რომ 71%-იანი დანაკლისი არის მუშახელი და კონკრეტული კვალიფიკაციის სპეციალისტების, რომელთაც ამ პროცესებში შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ. რაც შეეხება უშუალოდ სამედიცინო პროფესიებს, სამედიცინო პროფესიებში დღეს დეფიციტი ნამდვილად არ არის ზოგადად ექიმების რაოდენობაში. ექიმებზე თუ ვისაუბრებთ, მაგრამ აქ პრობლემა რაშია, რომ ვიწრო სპეციალობებში გვაქვს პრობლემა და ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ, რომ აუცილებელია სარეზიდენტო პროგრამებზე მუშაობა, სარეზიდენტო პროგრამების დახვეწაზე, სარეზიდენტო პროგრამების დაფინანსებაზე საუბარი და ამაზე მუშაობა გაგრძელდება, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი განათლების და ზოგადად უნივერსიტეტების პოლიტიკა იყოს გარკვეულ კავშირში ბაზართან, კერძო სექტორთან, დასაქმების პოლიტიკასთან და ბუნებრივია ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ზოგადად საუნივერსიტეტო სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად. ამიტომაც ჩვენ რა თქმა უნდა ვფიქრობთ, რომ ასეთი კვლევა უნდა პერმანენტულად გარკვეული დროის შემდგომ კვლავ უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ ეს კვლევა აჩვენებს თუ რა მიმართულებით აქვს ქვეყანას თქვა დეფიციტი, რა მიმართულებით არის შესაძლებელი ახალი სპეციალობების განვითარება.
შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განსაკუთრებული ყურადღება გამოხილდა ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარების საჭიროებაზეც, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ერთი პრობლემა, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, არის ის, რომ დღეს დასაქმებულების მხოლოდ 60% სჭირდება დიპლომი საკუთარ სამუშაო ადგილზე, დანარჩენი 40% კი საჭიროებს პროფესიულ განათლებას. ირაკლი ყობახიძის განმარტებითვე, ქვეყანაში წლების განმავლობაში იყო გამოწვევები პროფესიული განათლების მიმართულებით, აქედან გამომდინარე ახალი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ისიც, რომ საქართველოში პროფესიული განათლება დაიხვეწოს და ამაღლდეს შესაბამისი ხარისხი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიული განათლების განვითარებას. აქ ერთი პრობლემა, რაც გამოავლინა ასევე შრომის ბაზრის ანალიზმა, არის ის, რომ დღეს ვინც არის დასაქმებული, იმათ მხოლოდ 60%-ს ჭირდება დიპლომი საკუთარ სამუშაო ადგილზე. რეალურად ეს ადამიანები 40% საჭიროებს პროფესიულ განათლებას, ამიტომ შესაბამისი მიმართულებით არის დასაქმებული, თუმცა მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში იყო სერიოზული პრობლემები პროფესიული განათლების მიმართულებით. ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ პროფესიული განათლება დაიხვეწოს ქვეყანაში. ცნობისთვის შრომის ბაზრის კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 12500 საწარმო, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა. კვლევა ეკონომიკის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად ჩაატარა. პროცესში ჩართული იყო კერძო სექტორიც, უფრო კონკრეტულად საქართველოს ბიზნეს ასოციაცია. გამოკითხვის ჩატარებაში ცხადია, სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც მონაწილეობდა. პრემიერის შეფასებით ეს კვლევა და მისი მეთოდოლოგია დაეფუძნა საერთაშორისო პრაქტიკას და მის უმთავრეს მიზნად უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება განისაზღვრა. მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ამ აქტუალური თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.